ელჩების სამუშაო ჯგუფი ხელისუფლებას მოუწოდებს მასქერის და მასტოფერის ვალდებულების გავრცელების შესაძლებლობა არჩევნების დღის შემდგომი პერიოდისთვის განიხილოს. ელჩების განცხადებას კომპანია ეშენგი ეხებას მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები გამოეხმაურნენ. არასამთავრობოები იმედოვნებენ, რომ საქართველოს ხელისუფლება ელჩების პოზიციას გაიზიარებს. დეტალებით იხილეთ ჩვენი სიუჟეტი. ელჩების სამუშაო ჯგუფი შეიკრიბა საარჩევნო კოდექსში შეტანილი უკანასკნელი ცვლილებების განსახილველად, რომელიც ითვალისწინებს საკაბელო ოპერატორებისა და სატელევიზიო მაუწყებლების, ეგრეთ წოდებული მასტგერისა და მასტოფერის ვალდებულებას. შეკრებილი ელჩების სახელით სურს მივესალმოთ აღნიშნულ ცვლილებებს, როგორც უაღრესად პოზიტიურ ინიციატივას ქართული მოსახლეობის დიდი ნაწილის უფრო მრავალფეროვანი სახის საინფორმაციო წყაროებით უზრუნველყოფის კუთხით. ჩვენ აგრეთვე მოუწოდებთ ხელისუფლებას კვლავაც განიხილოს მასტგერისა და მასტოფერის ვალდებულების გავრცელების შესაძლებლობა არჩევნების დღის შემდგომი პერიოდისთვის. ელჩების სამუშაო ჯგუფი, რომელიც საქართველოში აკრედიტებულ ყველა დიპლომატს აერთიანებს, ხელისუფლებას მოუწოდებს მასტგერის და მასტოფერის ვალდებულების გავრცელების შესაძლებლობა არჩევნების დღის შემდგომი პერიოდისთვის განიხილოს. ელჩების სამუშაო ჯგუფის განცხადებას სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს. ელჩების განცხადებას კომპანია ეშენგი ეხებას მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციები გამოეხმაურნენ. ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს წევრების განცხადებით არჩევნების შემდგომ პერიოდში მასტგერის გავრცელება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესისთვის მნიშვნელოვანია. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის იმ ორგანიზაციებისთვის და იმ ადამიანებისთვის, რომელიც სწორედ აი ამ ინიციატივას ლობირებთ, როდესაც აი ამ ტიპის ჯგუფი გვიჭერს მხარს და ამბობს, რომ მათაც ასევე მნიშვნელოვნად მიაჩნიათ ეს საკითხი. შეიძლება თუნდა ახსენოთ ისიც, რომ სექტემბრიდან ჩვენ გვეგმავთ ეშენგი ეხებას ფარგლებში დაწყებას მასშტაბური კამპანიისა. ჩვენ გვინდა დავიწყოთ ხელმოწერების შეგროვება და მივმართოთ პარლამენტს სწორედ ამ ინიციატივით. რა თქმა უნდა, ასეთი განცხადებები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ადვოკატირებისთვის და ჩვენი ნებისმიერი ვთქვათ ნაბიჯის გასამყარებლად, რომელსაც ამ მიმართულებით გადავდგავთ. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება აცხადებს, რომ არჩევნების დღეს მასტგერის პრინციპის მოქმედების შეწყვეტას უარყოფითი შედეგი იქნება. ნინო ლომჯარია იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ელჩების პოზიციას გაიზიარებს. ვფიქრობ, ძალიან კარგი გზავნილი იყო საერთაშორისო ორგანიზაციების და ელჩების წარმომადგენლების მიერ საქართველოს ხელისუფლებისადმი. ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაციებმა აღნიშნული კანონპროექტის ინიციატივისთანავე დავაყენეთ ეს საკითხი, რომ არჩევნების დღეს აღნიშნული პრინციპის მოქმედების შეწყვეტა მხოლოდ უარყოფითი შედეგის მომტანი შეიძლება იყოს. ძალიან მოხარული ვართ, რომ ამ პოზიციას იზიარებს წარმოდგენილი საერთაშორისო საზოგადოება საქართველოში და იმედი მაქვს, რომ ეს თქვათ ძალიან მტკიცე პოზიცია მათი გაზიარებული იქნება ხელისუფლების მიერ. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ელჩების სამუშაო ჯგუფის განცხადება, რომელიც მისი თქმით ერთიან პოზიციას იშვიათად აფიქსირებს, მასტგერის პრინციპის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს. ჩვენთვის ცნობილი იყო მათი მოსაზრება, რომ ხარს უჭერდნენ მასტგერის პრინციპების გაგრძელებას არჩევნების დღის შემდგომ პერიოდისთვისაც, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ეს დაფიქსირდა ღიად, მით უმეტეს ამბასადორიას, ანუ ელჩების ჯგუფს ასე ჯგუფურად არ გაუკეთ, მე არ მახსენდება შემთხვევა, როდესაც მათ ასეთი ერთიანი პოზიცია დააფიქსირეს და ეს განცხადები საჯარო განცხადების სახით გაავრცელეს. შესაბამისად, ეს ხაზს უსვამს მნიშვნელობას ამ საკითხის, მნიშვნელობას იმისა, რომ მასტგერის პრინციპები და მასტოფერის პრინციპები, ანუ წვდომა მედია საშუალებებთან იყოს არა მხოლოდ წინა საარჩევნო პერიოდში მუშავდეს, არამედ არჩევნების შემდგომ პერიოდშიც. არჩევნების შემდგომ პერიოდში მასტგერის ვალდებულების გავრცელებასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის პოზიცია უცვლელია. ელჩების სამუშაო ჯგუფის განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე გამოეხმაურა. როგორც ბაქრაძემ განაცხადა, მასტგერის პრინციპის დანერგვასთან მიმართებაში ელჩების განცხადებაში პოზიტიური შეფასება იყო. მისი თქმით, საკაბელო კომპანიების მიერ ყველა ტელემაუწყებლის ტრანზიტის ვალდებულების დასრულება არ ნიშნავს, რომ არჩევნების შემდგომ პერიოდში კომერციულმა კომპანიებმა ურთიერთობა შეწყვიტონ. საუბარი იყო, რომ ეს არის ძალიან კარგი და დადებითი ინიციატივა, რაც შეეხება მისი შემდგომი გაგრძელების შესაძლებლობას. მასტგერის სავალდებულობის დასრულება არ ნიშნავს იმას, რომ რომელიმე კაბელს ან ტელევიზიას აქვს ვალდებულება მაშინვე შეწყვიტონ ერთმანეთთან მოლაპარაკება. ჩვენ ვაკეთებთ ასე, ჩვენ ვავალდებულებთ ორ კომერციულ სუბიექტს, კაბელს და სატელევიზიო არხს. ვავალდებულებთ, რომ საარჩევნო პერიოდში გარანტირებულად 2 თვის მანძილზე მიაღწიონ შეთანხმებას და გქონდეთ ერთმანეთთან მოლაპარაკება. როდესაც ეს ვალდებულება დასრულდება, ჩვენ ხელს შევუწყობთ და წავახალისებთ ყველა საკაბელო მაუწყებელს და ყველა სატელევიზიო არხს, რომელიც გააგრძელებს ამ შეთანხმებით მიღწეული პირობების შესრულებას. კომპანია ეშენგი ეხებას მონაწილე მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებმა რამდენიმე თვის წინ პარლამენტში საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი შეიტანეს, რომელიც
საარჩევნო პერიოდში მედია გარემოს გაჯანსაღებას ითვალისწინებდა. არასამთავრობოები წინასაარჩევნო და მის შემდგომ პერიოდში მასქერისა და მასტოფერის გაგრძელებას ეთხოვდნენ, რაზეც საქართველოს პარლამენტი უარს აცხადებდა. მოგვიანებით საკანონმდებლო ორგანომ ყველა საკაბელო ქსელის მეშვეობით ყველა სატელევიზიო არხის სავალდებულო გადაცემასთან დაკავშირებით თანხმობა განაცხადა. თუმცა მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით საკაბელო კომპანიებს ყველა ტელემაუწყებლის ტრანზიტის ვალდებულება მხოლოდ არჩევნების გამოცხადების დღიდან მის დასრულებამდე ექნებათ.